ვირფასებო, მოკლედ, ცომი, რა ვიცი, კარგი გამოვიდა, რბილი, აი უყურეთ როგორი თხელია და შიგთავსი, აი ამიტომ მიყვარს ეს ნახეთ, პიურესავითაა, ანუ არ ცვივა, ნახეთ. არ ცვივა. და ესეთი თხელობიანები მიყვარს მე. ეს ეხა გოდესია, გეგა მიირთვა, ეხა ბოლოს ვაცხობ, ის იქნება 100 და ისე შემოკარგება. იგი შენ თავს ვიცავარ ახალის დილა მშვიდობის ვიფასებო სადრო არ გაიღოს ეს აივანი ხოდნა მოვაღებ როგორ ახართავა როგორ გიკითხოთ ეს გავრეცხე და ჩავდოთ აქ რატო ირევა აქ ეს გამოუღია დიდი კოლრამდენი რამე მაგას საკეთებე ლობიანის დრო არ არის. ლობიანს გაჭმებ შუა დღეზე. უნდა დავიწყო ამის გარჩევა. მინდა ლობიოსი. ლობიოსი. დედიკო, პაპა, დიდით. პაპა. კარგი, ეხლა ესენი ცანიცი დამჭირდება თუ არა, მაგრამ აქ სადავდეს. თავსახურები არ მინდა, თასები დამჭირდება. აქ მომიწევს რომ გამოვაცხო. მე რო ვუყურებ ამას. თმის შესაჭრელა წაიყვანა. ისე იგი ცოტა დამჭა ცომი და ისიც ლობიოთ იმიტომ რომ გუშინ სამჯერ გამოაცხეთ ხო გითხარით ხო და ცოტა დამჭა რალის ისმის ეხა ხო გამოვაცხო შუა დღეზე ისე უნდა გამოვაცხო ანა ლობიანი მინდა ვაკეთებ ახლა კიდე ხო უყურებთ აი რო ვაძალებდე და რო უთხრა რომ აი მე რომ მინდა ის ჭამეთ არ შეგიჭამენ ფაფა მაქვს ბრინჯის ყველი მაქვს კარაქი მაქვს რომ აი ჩაისთან მიირთვან არ უნდათ მოუსწრებდნენ ხე მაინც ახლა ესენიც იმიტომ რომ ისევ რო არ ვაცხო იმიტომ რომ ცივს არ შეჭამენ
მეზარე. ეხლა რო ვიცი რომ ეს მაგ გასაკეთებელი, სხვა ყველაფერი მეზარება. და იმდენი გადაცხილი მიდევს, ეხლა ის საჭრელი. სად უნდა ვეწებო, იქ ჩავაგდე. ზიანი არ არის ცომი, მაგრამ კარგია. ისეთივეა თითქმის. წვიმს ხალხო, მაგრამ ისე მცხელა, კამასაც დავუწიე. ჯემპრიც ჩავიცვი თავიდან, მაგრამ ისე დამცხა ვერ ვისუნთქე და გავიხადე. ერთი კონტეინერიდან ეს არის და მერე მაქვს პატარა კონტეინერი სავსე. გოდეს კლასელს უყვარს ნიტას. გუშინ კიდე ერთს რო უყვარს ის მყავდა და იმასაც გამოვუცხე რომ ვიცოდი რომ უყვარს. ხო და წვანილი ქონდა მუხას საყიდელი. დავაბარე დღეს. როგორ მომწონს ის გოგო. ყველას გეცოდინებათ.
იახაჟომია. მაგარი გოგო, აი მის ვიდეოებს რომ ვუყურებ. Mas quando é sempre guitarra, guitarra, guitarra. Roce quase, deita no coricaíco. Chemi, tavi maxende vai seti roviqavi. Vela gishda gadareus rometzaxda. Ai, assim. Onde? Kavutsiot. Amas არ ავიდებ, აქვე დავყოლებ, იმიტომ რომ მოვლენაც ესენიც. ამას დავაფარე. აი ასე დავტყობ ერთად გეცე. Ai, se não acaba de ser o mesmo. Me dia da meu. Tipo, estamos correndo. ჭერლობი უნდა მოვხარშო და დანარჩენი მერე მოჩა კიდე და დავდე და გამოცხება და შენია სპეციალურად ვაყიდიე მუხარს. ის არა აქვს. საფებივით. სამი ლარი ხალხო. გეგაცხვირიდან ისევ გაჭდილი წუხელი ისევ სიცხე ქონდა
თითქოს და განაყინია. არასოდეს არ გვიყიდია ესეთი ლობიო, სულ ქონდა სახლში. დედაჩემს. ყანაში უშვებდით სიმინდთან. ცალკე იმაშიც. ბოსტანშიც. ასეთ ლობიოს ვაკეთებდი კვერცხში. კვერცხით. ჩიხაშკარში რო ვიყავი. ორი თვე და ნახევარი, ხო. ორი თვე ნახევარი იყავი ეგ და ვაკეთებდი ხოლმე რამით. რაც მომაფიქრდებოდა იმ წამს, მომაგონდებოდა, რასაც მოვიფიქრებდი იმას. ძალიან მოწონდათ. მოკლედ გავარჩევა მას და მოვაზრდა დრო. Mucha. სადინებელია და მერთა ხელებში წავიღავენ. ოჰო, რა კაია, ქვემოთ რომ წავისვი. კაი, ამოვიღები მას და ყვავილები არა ადი. ლობიო. აი, შია რა ჭამა. მომხას დაურეკ ერთი წუთი. დაგიჭრი და იქ დაგიდებ, ესე გამიიყურება ძირისება. დავუჭრათ. ისეთი ბილია მართლა. მიუხედავად იმისა, რომ არის იმის ცომი წყლით. აი ესე უჭრი ნახეთ. მეოთხეს მე მგონი მივიღებ მე. იმიტომ რომ ადა ერთ მთლიანს არასოდეს არ მიიღებ. ლობიანს. Çayte. Ya. გუშინ არ მეჭამია ერთი ლუკმაც კი საერთოდ ლობიანი მარტო აი ხო გახსოვთ ლობიო რო გავსინჯე და ეგ იყო თორე დანარჩენი არც ერთი ლუკმა არ მეჭამია მაგარია
მაგწანს ჩანგლით მივიწმევს ხალხა ორ ნაჭერს ერთად ესეც დატოვებს გონიათ არ დატოვებს არც ერთ ლუკმას არ დატოვებენ მოკლედ ძვირფასებო აქ მაქვს ხახვი ნიორი და როგორც ხედავთ მწარე წიწაკა ეს ყველაფერი მოითუშება და მერე ჩავამატებთ სტაფილოს გახეხილს ხო ვაკეთებთ ლობიოს соусს მოსახობს ზამთრისთვის შესანახს ეხლა უკვე ჩავამატეთ სტაფილო გახეხილი მოურევ კარგად მე თანდათან როგორც მახსენდება რომ უნდა გადავიღო ისე მოვდივარ და ერთი ხელით ვერ ვაკეთებ ამ გაზის გადამკიდე იცით როგორი ისინი აქვს სადგამები და ერთი ხელით მეშინია მოკლედ აი ესე იმას ეხლა იმიტომ რომ ეს გახეხილი მაქვს და ბულგარულიც დაჭრილი თითქმის ერთნაირად დასჭირდება მოთუშვა ამიტომ ეხლა ბულგარულსაც დავამატებ მოკლედ ბულგარულიც დავამატე დამიგვიანდა მე ძვირფასებო მაგრამ ის არ იყო რა ქვია წყალი და მაგიტო ვერ მოვახერხე რომ უფრო ადრე დამეწყო მე რეგოდეს გაკვეთილები ამათი ჭამა ლობიანები სტუმარიც მყავდა და მოკლედ ამ დრომდე ეხლა არის საათი მითხარი ბიჭო და 15 წუთი აი ეს დროა ხო და მოკლედ აი ასე კარგად უნდა მოვიდე და უნდა დავახურო მერე ამაში ხა მერე იმას რო დავამატებ რა ქვია საწებელს კი არა და ტომატს მდუღარე წყალში სუნელთან გახსნილს 3 ლიტრ წყალში გავხსნი 1 ლიტრო ტომატს სუნელთან ერთად და მერე უკვე ჩავამატებ რა ქვია მაგას ლობიოს აქ მაქვს ძვირფასებო აი რო გითხარით ეს ტომატი მქონდა და ეს გავხსენი წყალში 1 ჩაიდანი სავსე მქონდა ანუ ის ელექტრო მაგრამ კიდე უნდა დავამატო წყალი ამაში ვადუღებ ხა კიდე დავამატებ და მე ჩავიშვებ იქ სადაც მაქვს ბულგარული ის რა ქვია ესენი შავი პილპილის მარცვლები არის აქ რო ჩანს ეგ ამ სუნილში არის ცოტა ოდენობით მაგრამ მაინც სულ ცოტა მაგრამ მაინც არის ზოგი ქინძის კიდე ჩანს ხო და რას გეუბნებოდით კიდე მოვიწყო და მე გამახსენდება ალბათ რამე აი ნახეთ რამდენი წყალი დავამატე ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ლობიო უბრალოდ თავისი წყლიდან ამოვიღე მე და არა აქვს წვენი შეიძლება ცოტა ოდენი შერჩა მხოლოდ თორე საერთოდ ესე ვაკეთებ ხოლმე რომ თავის წყალს ვასხამ ანუ გადავასხამს ნიშნავს ეს ჩემი ვასხამ ამიტომაც არის რომ ტომატში ვუქენი ადუღებული წყალი ამდენი ასე ეხლა კი აი აგერ ამას ხედავთ აი ასე და ახლა ჩავასხამ ამ იმას ტომატს გახსნილს და მერე ჩავყრი ლობიოს ესე გამოიყურება მოკლედ არ მომირევია ისე გაჩვენებთ ეხლა ჯერ აი თან თქვენთან ერთად მოვურებ ეს ჩავასხი და ეხლა ლობიოსაც გავუშვებ აი ამაში და იდუღებს კარგახანი ყველაფერი ერთად ჩავუშვებ და იმასაც გაჩვენებთ
მოკლედ ჩემ გაზზე არ შეიძლება ისეთი ამბავი, აი ფილსაც ხედავთ ლობიანები რომ დავაცხე და აი ნახეთ ხალხო. ეს არის ლობიო. მქონდა აი ესე. ამოვიღე თავისი წყლიდან და სხვა თასში გადავდე. ეხა უნდა აურიო, ნახეთ აგერ წვენისაც ჩანს. უნდა აურიო ერთმანეთში, ოღონდ ერთი ხელით ვერ ვაკეთებ და იმას ვიზამ რა ქვია. გაჩვენებთ რომ მოურევ რა შეხედულება თუ ფორმა ეკნება. აი ძვირფასები. ესე გამოიყურება ეხა ეს ითუხთუხებს. მე დავამატებ მწვანილზე, რა თქმა უნდა, სამივე მაქვს. კინძი, ნიახური, ოხრახუში. და გემოზე მე შევხედოთ, ჯერ გაიხსნას კარგად ამ ყველაფერში სუნელი და თუ დამჭირდება, მე ადუღებულ წყალში გავხსნი და დავამატებ. მე დავამატე ტომატი, თორე ვიცნობ ძალიან მაგარ კულინარს. ჩემ სოფლიდან, რომელიც საერთოდ ზოგს ისე აკეთებს ტომატის გარეშე. ამ ყველაფერს უშლება, ოღონდ ტომატის გარეშე. ოღონდ მე მიყვარს ესე ტომატით. ხო და დავამატეთ ტომატი. აი უყურეთ. წვენი მაინც აქვს საკმარისად. მოვურიოთ. ეს მოსარევად რომ მივედი, მე გამახსენდა ხალხო ვიდეოს გადაღება. ხო და აი ესე. გემოზე არის სუპერ მართლა ძალიან მაგარია გემოზე და სუნელი ის ყოფნის რაც გავუკეთე. აქედან უფრო ჩანდა. როდის ის რო დავაჩვენეთ. ის მინდა. წვანილი და ფერი რო გაუფუჭა. ო, ფერი კი არ გაუფუჭა. ძალიან დაკეპილივით იყო. დანაყილივით მწვანილი და ეხლა დავჭრით წვრილად, მწვანილებს ჩავყრით და იდუღოს მერე კარგახანს და მერე ვუხუფოთ. ქილები გავამზადე, მაგრამ კიდე უნდა მივამატო, იმიტომ რომ ბევრი გამოდის და ლიტრიანები ბევრი არ მაქვს. მაქვს უბრალოდ 10 ცალი. ფერის გამოჩენა მინდა როგორი კვას და წითელია ხალხო და ვერ ვაჩენ. რატომ შეიძლება? გავანათე ხა, მაგრამ მაინც არ არის იქ უყურე როგორი წითელია. ჩემი კვასონები. უფრო ლამაზი იქნება მწვანილი რომ დაიმოთ. და რას უყურე მუხრანი დაჯერი. მოკლედ, ჩავყაროთ კიდე. მწვანილი. დაწექი. გამარჯობა. გოდე, დაწექიდე. მეც მინდა. აი. გოდე, დილას სკოლაში უნდა წახვიდე. ხო და თითქმის 12 საათია ძვირფასება თითქმის კი არა. ხო, 5 წუთი აგრია. აი, მოურევ მე ჯერ კარგად ამ მწვანილს და არა უფრო უკეთესადაც შემჩნევა. კიდე მიჭრის მუხა ეხა ცოტას და всё. ყოფნის საერთოდ არ უშვება ზოგი. ეგ მე არის რომ ვაკეთებ. მე არის. ხო და მეუბნებიან ხოლმე რომ აი მწვანილს რო უკეთებ როგორ არ გეშინია. მწვანილი როდესაც ფერს შეიცვლის, როცა ასეთ რაღაცებს აკეთებთ, დავეჯახე თასს. სადაც თებშები მივდივართ გარეცხილი. შემოდავდი ხალხო ადგილი არა მაქვს. ისეთი ამბავია ჩემთან. კაი მოხაიხა მოურია და წავედი. და ეხა შენ გაბარებ ამას. მოურია. მე ეხა გამოჩნდა კარგად. იდეა გავანათოთ. აი ასე. ფერცა მოურიე. ხშირად უნდა მორევა, იმიტომ რომ ბევრი წვენი არა აქვს ამას. ხო და ქვემოთ არ მიიწვას. მიდიაბა მოკიტო. სახეხი მაქვს ქვაბიც უკვე გარედანაც წვეტები აქვს. იმას რო ვადებ ხოლმე. ჩოგანს ხალხო, ხისკოვს.
შუგან იქვია ჩვენებურად ამას. ესე გამოიყურება ჩვენი ლობიოს соуზი. იმედი არის 15 ლიტრი მაინც გამოვა მეტი თუ არა. Yes. Ay. Şok çamkroze. ესე გამოიყურება ძვირფასება. კიდე არა მიღე ხაბანოდან გამოვედი. ხო და აი. რა გაჩვენეთ ახლა ვით. ეს ახლა რო არ დაიჯეროთ მაგიტო. მეჩვენებით ასე. აბანინი. ვიდეო. აგერ ის მიდგას. აგერ. კილები. ტელეფონი, დოსკა, რა ვიცი, რები არ მიდევს და მოვასწარ, იმიტომ რომ წყალი ძლივობით მოდის. პირველი საათია უკვე და უნდა შევუდგეთ და ჩავასხათ მე და მოგიდომ. გამამზადე აი ეს. დავიწყებთ, აბა ვნახოთ რამდენი გამოვა. აი ამდენი გამომივიდა. ეს ლობიოს соуზი. ესე გამოიყურება რამდენია ლიტრიანები 1 2 3 4 5 10 ესე იგი 11 მქონია ლიტრიანები. შენ ვიცი რომ არ გინდა 1 2 3 4 5 კი 11 ყოფილა 10 ეს 2 ლიტრანახევრიანი, ესე იგი 13, ესენი 800-იანებია. 1 2 3 4, ესე იგი 8 ესენი. 11 ის, ესე იგი 19 და სადღაც 20 litrამდე მე მგონი. იმიტომ რომ ანუ ესენი ლიტრიანები ხო არ არის, მაგიტო ვამბობ. სადღაც 20 litrამდე გამოსულა. მქონდა ძვირფასება, ეხა გეტყვით. მოკლედ, ჯერ ცხელია, იმიტომ რომ წუხელ ხამე რა დროს მოურჩით და სანამ არ გაცივდება აქ იყოს და ეხა გეტყვით თუ რამდენი რა მქონდა. ხელზე არ მიისვა ჟუჟღი იცოდე. ესენი გავამზადე წასაყვანად. გეგა მიმყავს ცეკვაზე და არაფერი არ შეჭამეს, ნახეთ რა შვებიან. ტყუილა მისვრიან ჭიქებს, აქ ჭიქები ქვეყნის მაქვს გასარეცხი, მარტო ქვავები გავრეცხე, თასები ყველაფერი და თებშები და ჭიქები დავიტოვე. აი რა შვებიან. აი რა შვებიან. ეხა გეგა უნდა წავიყვანო მე ცეკვაზე და ადაც უნდა გავიყოლო. წვიმს, ჩავაცვი ახლები. ბაღში არ გამიშვია, იმიტომ რომ ცხვირიდან უჭირთ სუნთქვა, ამიტომ დავიტოვე აქ, მაგრამ ცეკვაზე უნდა წავიყვანო. ბევრი მაინც არ არიან და ამიტომ ცეკვაზე წავიყვან. აი ეს პური თუ არ მოგწონს, სხვა პურს ავიღებ და აბა იქნება სხვა პური მოგეწონოთ. გუშინ წუხელ მოკლედ ამის კეთების პროცესში რო ვიყავი, მაგიტომ ვერ მოვედი ვერანაირად. მუხას მხოლოდ სტაფილო გავახეხინე და всё, მეტი ვერაფერში ვერ წამაშველა ხელი, სულ გასვლა მოუწია.
ეხა ჩაირვა დალია ქალბატონმა ადამ соуზის გაჭრილ მეთქი და კარგიოდ соуზი უნდა ვაჭამო. ხო, ლობიო соуზი მომრჩა სულ ცოტა. 800-იანის ნახევარი, ანუ 10 კი გავსო. მე თუ გაზიწუხებ. ცლის მოვასწარი გამეწმინდა და ეხლა მივაწუწე აგერ. გეგა შენს გაჭრილ, კაიდე? соуზის. რომელი соуზი? აი იმას. კაი? კარტოფილის соуზია, ლობიოსი არა, შენ ლობიოსი არ გიყვარს. მოკლედ. უნდა ჩავიწერო და დღეს ჩავიწერთ, რომ დავიბანე, არც გამისწორები, არც არაფერი და ეგრევა. ესე იგი 10 კილო ლობიო. ეგ იყო გარჩეული 10 კილო, ანუ იმ თავებს რო წააწყვიტავ და რაც უვარგისია რო გამოყრი, სუფთა 10 კილო ლობიო მქონდა, 2 კილო მქონდა სტაფილო, 2 კილო ბულგარული, 3 კილო ხახვი მქონდა და 3 თავი ნიური ვუქენი. ყველა დავაჩოფერეთ და ეგრე. 3 თავი, რაც გამოვიდოდა მსხვილ-მსხვილები. გამარჯობა. მიდიდე. მიდი უნდა წავიდეთ მერე დედიკო. გამარჯობა. აქედან მოდი, ადექი და ისე. გამარჯობა. რა უნდა კითხო, როგორ ხარ თუ არ უნდა კითხო? როგორ ხარ? ცოტა. 5 ლოკმა დედას ხარ. მაგრამ 1 2 3 5, ხო, ყოჩ. აი 4, 4 ხო თქვი. მიდი დედიკო თუ გიყვარს. დედიკო არ გიყვარს? კაი. მაგრამ მოწევი. მიდი. შეჭამე თუ არ წაგიყვან? შენ არ წაგიყვან მაშინ დედიკო და აქ დაგტოვებ. ეს ერთი და მეტი არა. მარტო ესე იცი, ხო? მე არ მინდა, ჭამე ბევრი. ჯერ გამაცხელებინა, ჯერ ჩაიოყვირო და მე ეს გამაცხელებინა და ეხა არაფერი არ უნდათ. და აგერა პირველს უკლია 25 წუთი და წასვლის დრო. 1 ლიტრი ზეთი და 1 ლიტრი არ იყო ტომატი. 830 თუ 930 ეწერა იმ კილოზე შეშტის. კაი, დალიო, ოღონდ კოვზით არა დედიკო. ჭიქით ეხა ტანსაცმელზე მიწუწებ. ალალი ცხელი, ასე მოიყუდე და ისე დალიე. ხო და მოკლედ გემოზე იმდენად მომეწონა წუხანე და მუხამად დავცხეთ თითო თებში შევჭამეთ ბოლომდე. ხო დედი? დიდი თებში. კარგად რო იცეკვებ, მერე ცოტა ხნით გათხოვებ 9 საათით. მასწავლებელს უნდა უპასუხო, მოდი აბა, გავიხსენოთ. რითი ვიწყებთ ცეკვას? სანცარათი, მერე? კუსტურა. მერე? დაჭობა. მერე? მაგარიჭობა. ყოჩა. აბა დავითვლი მე და რამდენვას დავითვლი მითხარი. 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 3 რვა. 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 5. კაი, აბა ცეკვისას რას უნდა უსმინო? დათვლას უნდა უსმინოთ. მასწავლებელს უნდა ვუპასუხოთ, რასაც გვეკითხება, ასე და კი არ უნდა უცინო. რო გეკითხება, უნდა უპასუხო. მე როგორც ეხა გეკითხები, ამ კითხვებს გისმევს, ისი სხვას კი არაფერს არ გეკითხება. იქ ჩუმად არის და უცინის მარტო, არა და იცის.
ხუთი დაიხურა. ხვეჩვედიდებულა. გოდე გაუშვი სკოლაში თუ არა მეც დავწექი. წუხელ 5 რაღაც წუთებზე დავწექი ხალხო და დავიძინე. სანამ ვანა არ ამოვხეხე მერე. ტუალეტი არ გავხეხე მერე. დილისთვის რომ მზად მქონოდა, ესენი რომ შევლენ ყოველთვის დილით 7 საათზე რომ ვდგები ხოლმე ვხეხავ. სანამ შევლენ მინდა რომ აიც სუფთა იყოს, მაგრამ წუხელ უკვე რაღაც რომ აგვიანდებოდა დილით 7 საათზე ვერ ავდგები მეთქი და მართლაც 8-ს რო აგვდა 15 წუთი ესე ავდექი. ეხა იდექი მან დიდექი. იდექი. ეს იყო მოიწიე ცოტა მოიწიე. ეს იყო ის სპორტულები, ეხა იქეთ წადი. და დიდიკო ერთი ადამიანი და ვაჩვენო. ხო, მოკლედ. ეს იყო ის სპორტულები, მუხა რომ მეუბნებოდა რომ დააბრუნეო და მე არ დავაბრუნე, იმიტომ რომ ძალიან კარგია, ქვემოთ ის რეზინა რო აქვს, მოვუჭირე და შემოუკეთე, აი ამ ზომით, ამდენი ზომით არის დიდი. მომავალ წელსაც გამოადგება, დიდია. ხო და ასე შემოკარგებო გამოანათ აღონდაც არ იწვიმოს და ეს ბავშვები მაყვანია, იმიტომ რომ ეხა ადას ფეხსაცმელზე მაქვს ისევ საზრუნავი, წყალს რო არ უშვებს ისეთი მინდა რამე. ბატინკები ალბათ, მგონი ბატინკები. რამდენი ფეხსაცმელი დაუპატარავდა და დედიკო შენი ბავშვობის არის და ვინახავდი და იყოს, შეინახე. ჯიბეში რა უნდა აბადოკებს? აი ესე, ვაჩვენოთ, მოიტანე. აი ესე მიხავ. ესენი აბადოკები აქვს. აგერ დათუნია. უნახავ, მაგრამ არასვენებს. ეს მუხამუყიდა. ხელისია. ნე, აი ესე შეინახე, დედიკო, ჩადე. გაუბრაზდები მე. არ უნდა, ყველაფერს აფუჭე. ყველაფერი გავაჩუქე. გარდა თითო ხელი რაღაცეები კარგები შემოვიდოვე კიდე. ანუ სულახლები რაც ქონდა და ზოგი მამამთილის ნაყიდი, დედამთილის, ჩემების, ან ჩვენი, რომ კონდეს რომ ელე თავის შვილსაც ჩააცმევს, რატომაც არა, ლამაზებია და თავის ნაცვამია. რამდენი ვიცი, რომ აი თავის ბავშვობის ისინი აცვიათ მერე, თავიანთ შვილებს აცმევენ. მეც კი მქონდა 5 შენახული, რომ იმდენად მიყვარდა, რომ ჩემშულს დავახურავ მეთქი, რომ გავთხოვდები თქო და დედიკო მერე მოაგროვა ყველაფერი და ექსამენებლოში პატარები რო შეეძინათ, იმათ აჩუქა იქნებ თუ გამოგადგებათო და რაღაცა და თუ არა და გადაყარეთო. არ მეწყნება უთხრა, მაგრამ კარგები იყო პალტოები და რაღაცეები. ეხლა კიდე მე მუხას გავატანე, ყველაფერი ჩემმა დედამთილმა მითხრა, რომ თუ რამე გაქო გამომიგზავნეო და მე უთხარი მუხას გავატანე ეკლესიაში დავატოვებინე თქო ეკლესიასთან, იმიტომ რომ ვისაც ვუგზავნიდი ჯგალში, ის ოჯახი დაიშალა და მერე იქ რო არ იყვნენ. არც ვიცოდი მეტი პატარები თუ ვინმე იყვნენ და მაგიტო არ გამიგზავნიეთ, რომ იმდენი კაი რაღაცეები გავატანე მუხას. ხო დედი. ბაღში მიდიხარ, როცა კარგად იქნები. წამლები უნდა ვაყიდინო ხმა, ეხლიჩება გეგას, ელიტკივა ესე იგი. ხო და ჩემმა და მისცა აქ ჩემს ძიშვილს, ქონდა ზუსტად მსგავსი სიტუაცია და 2 დღეში გამოძვრა ბავშვი.
ხოდა ეხა მეც იმას მივცე მეთქი მომწერა რა იყო. ოღონდ პატარის დოზა იქ იკითხეო იმაში. აფთიაქშია მითხრა. კარგი ძირფასებო წავედი სერახანა ჭამენი ყველაფერს მაინც ამურეცხა მოვასწრებ ჯერ დრო მაქვს ნახევარსაათზე მეტი. კი, ნახევარსაათზე მეტი მაქვს. წავედი მოკვეთ. მივაერთებ ყველაფერს და ისე აგიტვირთავთ გუშინ რაც გადავიღე იმას. ყველაფერსით. თვებით. ფუი ხო, მწვანილის. კაი მოკლედ ერთხელაც ვიტყვი ხა ბოლოში. 10 კილო ლობიო სუფთა, ანუ გარჩეული, 2 კილო ბულგარული, 2 კილო სტაფილო, 3 კილო ხახვი, 3 თავი ნიორი თლიანად, კინძი ოხრახუში, მიახური ეს თვალის ზომით. ეხა თქვენ როგორი გიყვართ, ძალიან ბევრი მეც არ გამიკეთებია და ვიდეოშიც ჩანს თუ რამდენი გამაკეთე. აი ესენი, წარიწიწაკა ჩავაჭერით ცოტა. всё, მარტო ეს იყო. მეტი არაფერი. ტომატი, ზეთი, 1 ლიტრი. 1 ლიტრი უნდა უეჭველი, იმიტომ რომ არ მიიწვს. ქვემოთ არ მიიწვს. სუნელი. ეს სუნელი მე რომ აქ. რა ვიცი, თითქოს ყველგან იყირება მსგავსები. ანუ რო გავს ეგეთი გემოზე არ ვიცი ახლა. ვერ გეტყვით ვერაფერს. წავედი მომავალ ვიდეომდე.